საბჭოთა საქართველოში 1920-50 წლებში ქანდაკების ისტორია უალტერნატივოდ განიხილებოდა idეოლოგიის შემოქმედა პოზიციიდან. 1950 წლების შემდგომ idეოლოგიის კონტექსტი შემსუბუქდა, თუმცა თავად idეოლოგიაზე რეალური რეფლექსიის შესაძლებლობა დამოუკიდებლობის შემდეგ გაჩნდა. ამის გამო დღეს დადგა საჭიროება შეივსოს ან სულაც ახლებურად გადააზრდეს საბჭოთა პერიოდის ხელოვნების იდეოლოგიური ასპექტი. აღნიშნულმა განაპირობა ქვემდებარე დაკვირვების ობიექტი გამხდარიყო ხელოვნების ისეთი ფორმა, რომელსაც ერთი შეხედვით მეურადი და გაფორმებითი როლი აქვს ხელოვნებაში, საფეკო ქანდაკება. თუმცა კვლევის პროცესში მკაფიოდ გამოიკვეთა, რომ აღნიშნული არათუ მხოლოდ იდეოლოგიურ კონტექსტშია საინტერესო, მას სინამდვილეში ფორმისეული და მხატვრული მნიშვნელობაც გააჩნია, რომელიც ზემოქმედებდა ოფიციალურ ქანდაკებაზე. ერთგვარად ქმნიდა 1930-50-იანი წლების ქანდაკების ზოგადი იერსახეს და იძლეოდა ტონს მთლიანად საბჭოთა საქანდაკო მიმართულებით და პარალელებს პოვებს ამ პერიოდის მსგავსი წყობილების მქონე სხვა ქვეყნებთან. პოლიტიკური შინაარსის ბელათა და სხვა ბოლშევიკთა ქანდაკებების შემდეგ თავისი მნიშვნელობით, მაგრამ შესაძლოა უპირატესი თავისი მასობრივობით შემდეგ ჯგუფს შეადგენდა წინაზე არანაკლებ მნიშვნელოვანი, ასევე თავის დროზე ფართო გავრცელების მქონე საპარკო ქანდაკება, რომელიც იდეოლოგიური ქმნილებების მსგავსად უმოწყალოდ გაქრა. მცირე ოდენობით შემორჩენილ ქანდაკებათა მიახლოებით მასშტაბზე და პირველად იერზე წარმოადგენს დღეს მათზე სხვადასხვა წყაროებში გაბნეული ვიზუალური მასალა გვექმნის. ბოლშევიკური პარტიის ლიდერთაგან განსხვავებით ეს ქანდაკებები მეტად ნეიტრალურ საბჭოთა მოქალაქეების გამოსახულებებს შეადგენდა. მათი გაქრობის მიზეზი პირველ რიგში მათ დანიშნულებაში უნდა ვეძიოთ. ისინი აღმართულ ადგილებში თავისი ფორმით, დეკორის, სივრცის მექანიკურად შემოსავლის ფუნქციას ითავსებდნენ, რაც მათ ინდივიდუალურ საავტორო შემოქმედებისგან განსხვავებით მეტად დაბალ საფეხურზე აყენებდა. ეს იყო ყალიბებით დამზადებული, იაფასიანი მასალის, ტონირებული თაბაშირის ან ხელოვნური ქვის, იგივე ბეტონის ფიგურები. მათი ტრაფარებულობა, მასალის დაბალი ხარისხი და სიმრავლე განსაზღვრავდა კიდეც მათ საბჭოურობას. ეს ნიშნები შესაძლოა იქცა კიდეც მოუღელობის, მათდამე გულგრილი დამოკიდებულების და მასალის მალფუჭებადობით გამოწვეული მათი ხანმოკლე არსებობის ერთ-ერთი მიზეზი. საბჭოთა კავშირში გაშლილი სივრცეების, როგორიცაა სკვერების, ბულვარების, სხვადასხვა ნაგებობების, მაგალითად სტადიონების, მიმდებარე ტერიტორიების და საპარკო სივრცეების შემადგენელი დეკორი იყო ქანდაკება. ის საპარკო არქიტექტურის გაგრძელებას წარმოადგენდა, რითაც ექცეოდა საბჭოთა კავშირში კულტივირებული მეგეწოდებული ხელოვნებათა სინთეზის პრაქტიკაში. საბჭოთა კავშირში სპეციფიკურად ახალი ტიპის საპარკო ქანდაკების პირველი ნიმუშები რუსეთის ტერიტორიაზე ჩნდება. მის ერთ-ერთ პირველ და სამიმუშო მაგალითს წარმოადგენდა მოსკოვში 1928-29 წელს გახსნილი გორკის სახელობის კულტურისა და დასვენების ცენტრალური პარკი, რომელიც იქცა მოდელად, რომლის მიხედვით იქნებოდა პარკები საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებში და მოგვიანოდ 1929 წელს გახსნილი მოსკოვის საკავშირო სასოფლო-სამეურნეო გამოფენის ტერიტორია. ორივე პარკი ჭარბად იყო დატვირთული ქანდაკებებით. საბჭოთა ხელისუფლების პირობებში საპარკო სივრცემ ტრადიციული პარკისგან განსხვავებული დატვირთვა შეიძინა. ის აღარ იყო უბრალოდ დასვენების სივრცე, მან საბჭოთა ახალი ადამიანის მაფორმირებელი აღზრდობითი ფუნქციაც ითავსა. საპარკო არქიტექტურაზე ამ წლებში გამოცემულ წიგნში ვკითხულობთ, ციტირებ. საბჭოთა პარკი შედგება და მუშაობს შრომელთა, საბჭოთა პარკი შენდება და მუშაობს შრომელთა კულტურულობის ამაღლების ბიზნესთვის. ისწრაფის ისინი აქციოს საკუთარი ქვეყნის საზოგადოებრივი ცხოვრების სრულფასოვან მონაწილეობას. ციტატის დასასრული. აღნიშნული განწყობები 1931 წელს შესაბამისი დადგენილებით გამტკიცდა. ციტირებ. კულტურისა და დასვენების პარკი წარმოადგენს ახალი ტიპის დაწესებულებას, რომელიც ითავსებს ფართო პოლიტიკური აღზრდობით საქმეს მილიონობით შრომელთა გაჯანსაღებასთან ერთად. ციტატის დასასრული. 1933 წლის საბჭოთა კავშირის სახალხო კომისართა საბჭოს და ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის დადგენილებაში შემოთავაზებული იყო დასახლებულ პუნქტების შორის და მათ პერიფერიებში გამწვანების ზონების, პარკების, ბულვარების და სკვერების თვალისწინება. 1925 წელს პარტიის მეჩვიდმეტყველობა მიუთითა კულტურისა და დასვენების პარკების მშენებლობის საჭიროებაზე.
ამ პარკების იდეოლოგიური ამოცანისთვის აუცილებელ კომპონენტად იქცა ქანდაკება. ციტირებ: „საბაროკო არქიტექტურაში სკულპტურა შევიდა როგორც არქიტექტურული ანსამბლის გამყოფელი ნაწილი. ქანდაკებათა თემატიკას ახალ საბჭოთა ადამიანების დამაჯერებელი და ჰეროიზირებული გამოსახვით საბჭოთა სინამდვილის ხატებები უნდა შეექმნა. ადამიანის ზომაზე ოღონდ დიდი ქანდაკებები ძირითადად მცირე შემაღლებას ესაა და კუბისებრი პიედესტალებზე იყვნენ, რომლებიც ხშირად ზომითა და სიმაღლით შეუფერებელი იყო მათი პროპორციისთვის. უმეტესად თეთრი ფერის, სავარაუდოდ თაბაშირის ან ხელოვნური ქვის, იგივე ბეტონის მასალისგან დამზადებული და შემდგომ შეღებილი სხვადასხვა ფერებში. ეს იყო რეალისტური ფორმით შექმნილი ანტიკური საქანდაკო სქემებითა და მოტივებით ნასაზრდოების საბჭოთა მოქალაქეების განზოგადებული კრებითი სახეები. ციტირებ: „გამოსახულებები ახალი საბჭოთა ადამიანისა, ფრინავის, პარაშუტისტის, წითელი არმიის უშიშარი მებრძოლის სახე ხატისა, ასევე საბჭოთა სახელმწიფოში აღმატებული დედის, მშვიდობიანი შრომის, ბავშვური ბედნიერების თემები ხორჩესმული საბაროკო სკულპტურაში“. ციტატის დასასრული. აქვე სახსენებელია დასაწყისში ფართო გავრცელების მქონე ანტიკური და კლასიკური ნიმუშებით შთაგონებული სპორტსმენთა გამოსახულებები. აღნიშნული ქანდაკებები გარემოცული პარკის ანსამბლის იდეოლოგიურ დომინანტს ქმნიდნენ ისე ბელად და ლენინის, სტალინის, კირილოვის, ორჯონიკიძის რევოლუციის მონაწილეთა და სხვათა გამოსახულებები. პარკებს უნდა მოეყოლათ პარტიისა და ბელადის როლზე და წარმატებებზე საბჭოთა კავშირში კომუნიზმის შენელობის საქმეში. პატრიოტიზმის მაგალითების საბჭოთა მოქალაქეების შრომის ჩვენებით და საბჭოთა წყობილების უპირატესობის წარმოჩენით. ადრეული საბაროკო ნაგებობები დროებით ხასიათს ატარებდა. აგებული უხარისხო მასალისგან საბაროკო მშენებლობა 1930 წლების მეორე ნახევარში ახერხებს ხარისხიანი კაპიტალურ ნაგებობების დაპროექტებას. ეს ტექსტიდან გამოყენებული პარაფრაზია. მონუმენტალური პროპაგანდიზმის მსგავსად სავარაუდებელია, რომ ამ წლების საბაროკო ქანდაკებებმაც გაიზიარა მოქანდაკეების მხრიდან დაბალი ხარისხის მასალაში მუშაობა. მონუმენტური პროპაგანდა მოიხსენიება 1918 წლის დადგენილება, რომელს მიხედვით აიღეს ძველი ქანდაკებები და მათ ნაცვლად ახალი ქანდაკებები დადგეს ჯერ რუსეთში და მერე სხვა საბჭოთა რესპუბლიკებში და ცნობილი ამბავია, რომ პირველი ნიმუშები რუსეთში მაგალითად რაც დაიდგა თითქმის ყველა განადგურდა, იმიტომ რომ მათი ამოცანა ცალსახად იდეოლოგიური იყო და მასალა ყველა შემთხვევაში იყო იმდენად იაფასიანი, რომ რაღაც რუსეთის ცივ-ზამთრის პირობებს ვერ გაუწდეს. საბჭოთა საბაროკო ქანდაკება საყოველთაო მასშტაბს ატარებდა. მის პირველი წყარო რუსეთით დაწყებული და მოცული საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკებით. მზადდებოდა ქანდაკებათა ასლები, რომლებიც სხვადასხვა საბჭოთა რესპუბლიკებში იდგმებოდა. საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ვაწყდებით ამ ტიპის ქანდაკებების ძირითადად ეგრეთ წოდებული კულტურისა და დასვენების პარკებში. ასევე სკვერებში, სხვადასხვა ნაგებობათა წინ და სხვა. მათი კონცენტრაცია იზრდებოდა საკურორტო რეგიონებში, ისეთი როგორიცაა წყალტუბო, გაგრა, სოხუმი, ბათუმი და სხვა. აღნიშნული ქანდაკებები იდგა დედაქალაქში, თბილისის მთელ ტერიტორიაზე, სტალინის სახელობის მწვერველი ჯავახიშვილის უნივერსიტეტის ეზოში, ხოჯავანქის სასაფლაოზე გაშენებულ პარკში, საკოლმეურნეო მინდვრებში, თბილისის ბალნეოლოგიური კურორტის წინ, ლეხანოვის სახელობის კლუბში, კიროვის სახელობის კულტურისა და დასვენების მწვერველი ბერის პარკში და სხვა. ამ ტიპის პარკებიდან თბილისში უბრალოდ პრეზენტაციის პარკებში უბრალოდ გიჩვენებთ რამოდენიმე ფოტოს ამ ქანდაკებების წინსწრებით. ავსტრალ ამას. ეს რამოდენიმე ნიმუში, რომელიც პრესთან გამოყენებული, რომელიც მეტყველებს, რომ ერთ და იგივე ქანდაკება ტერიტორიალურად იდგა საბჭოთა სხვადასხვა რესპუბლიკაში. თქვათ ეს ნიმუში გამოდგება კიდე. დაუბრუნდები და ეს მოვოთ აქამდე. ამ ტიპის პარკებიდან თბილისში ქანდაკების სიმრავლე გამოირჩეოდა მუშტაიდის სახელით ცნობილი პარკის ადგილზე 1930 წლების მეორე ნახევრის დასაწყისში გახსნილი ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკი, რომელშიც წარმოდგენილი იყო ყველა ის კომპონენტი, რითაც ხასიათდებოდა ამ ტიპის პარკები. საგანმანათლებლო და გასართობი ობიექტები, ბიბლიოთეკა, სამკითხველო დარბაზი, კინოთეატრი,
ატრაქციონები და 1935 წლიდან პარკში ფუნქციონირებდა საბჭოთა კავშირში პირველი საბავშვო რკინიგზა. მილიტარული პროტექციის მატარებელი, საპარაშუტისტო კოშკურა და სხვა. პარკში 1930-იან წლების შორის ერთდროულად იდგა ბოლშევიკური პარტიის ლიდერების სტალინის უწოდა 4 ქანდაკება. ერთფიგურიანი ასაკოვანი სავარაუდოდ ავტორი შოთა მიქრატაძე ლაპარაკია აი ამ ქანდაკებაზე, რომელიც ჩემი აზრით ამის პირველ წყარო ორიგინალი იდგა თავის დროზე 1958 წელს ქუთაისში ცნობილი სოფოს ტერიტორიაზე, ქუთაისის მოედანზე და მგონია რომ ეს მისი ასლი უნდა იყოს. საბავშვო რკინიგზის ლიადაგის ხაზის გვერდზე ხეივანშის სემინარიალის სტალინის ქანდაკება ავტორი სილოვან კაკაბაძე. სტალინის ძეგლი მოქცეული მემორიალურ კედლის თაღით გამოყოფილი შუა არეში. ხო, ამის ავტორი ჯეჯეფ დავადგინე. სტალინის ბიუსტი ხელში ყვავილების თაინური და გოგონათი. ეს ქანდაკება ცნობილი ოდნავ ფოტოა მოდანილია აქ. სტალინისა და ლენინის ძეგლი ეს ჯგუფური რეკვია გამოსახულება ლენინი და სტალინი გორში უკრაინელი ავტორების ბელოსტოვსკის, პივოვაროვის და ფრიდმანის საერთო გმირებას წარმოადგენს. სხვადასხვა დროს ლენინის ორი ქანდაკება. ხო, ერთის ავტორია გახლავთ მიხეილ ჭიაურელი. დიახ. ეს პანორამაშია, აი აქ დგას ეს ქანდაკება. ხო, ამაზე ეჭვმაქ რომ შეიძლება იყოს ვალენტინ თოფურიძე. უბრალოდ ბოლომდე ფერვასის ეს ცნობილი ქანდაკება, რომელიც თავისუფლების მოედანზე იდგა თავის დროზე. ხო, ამის გარდა იდგა, რა ქვია, ორჯონიკიძის 3 ქანდაკება სხვადასხვა დროს, მე მგონი თლად ერთ ადგილას თავიდან ბიუსტი დადგეს, მერე შეცვალეს ის ერთფიგურიანი ქანდაკებით და ბოლო ქანდაკების ავტორი, რომელიც იქ იდგა, მისი ავტორი ცნობილია, რომლის არაერთი ასლი თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე იდგა. ბაქრატია მაღარაძეს მოქანდაკეზე. მათგან ერთად ახალგაზრდა ჯორჯ პიონერთა სხვადასხვა სახის ქანდაკებები იდგა პარკის ტერიტორიაზე, ესენია, ვთქვათ, ხო, ეს პიონერები, ეს სალუტით, რა ქვია, მესაყური გოგონას ფიგურა, ასე ვხედავთ კლასიცისტური და ანტიკური იერსახის მქონე ქანდაკებებს, რომელთა ავტორი ჯეჯრებით ვერ დავადგინე, ერთ-ერთის ვინაობა ვიცით, ეს არის დაიანა გაბრიელის არტემიდეს ასლი, ცნობილი ასლი, რომელიც ორჯონიკიძის პარკში იდგა. ორჯონიკიძის სახელოს კულტურის დასწრების პარკი დღევანდელი მუშტაინის ბაღი ერთგვარი ნაკრძალი იყო საბჭოთა საპარკო ქანდაკებისთვის, რომელიც იკრებდა და მათო სურათს წმინდა, როგორი აქტიური იყო თავისი სიმრავლით და იდეოლოგიური შრით ქანდაკება საზოგადოებრივი თავშესაფრის დასვენების არეებში. კურორტებზე, სანატორიუმებში და სხვაგან ხშირად ვაწყდებთ ჯანმრთელი სხეულის იდეალით ხორჩესმული სპორტსმენთა ქალისა და მამაკაცის გამოსახულებებს. მოშიშვლებული სხეული მის ჯანმრთელობის, ახალგაზრდობის, მამაკაცურობისა და ზოგადად ადამიანის სხეულებრივ სილამაზეზე, რომელიც ყვებოდა სილამაზეზე. რიგ შემთხვევაში აღჭურვილი სხვადასხვა სპორტული ატრიბუტებით, მათი სხეულის დინამიკაში მოყვანი სპორტ აქტივობებით, ბადროს ხორცნა, ნიჩბოსნობა, მშვიდოსნობა, ფერბურთი, კალათბურთი, ცურვა, წარმოვარჯიშება და სხვა. მოგიჩვენებთ რამოდენიმე მაგალითს აქედან. ვთქვათ, ეს ცურვის თემა, ეს არის ფერბურთი და მარჯვენა გამოსახულების შეხედავთ, ეს არის კაზახსტანში, ეს ხაშურის სტადიონის მიმდებარე ტერიტორია. ხოლო მარცხნივ თქვენ მას აფხაზეთის ტერიტორიაზე ასე სტატუის მიმდებარე ტერიტორიაზე, ლატმური იდენტური ქანდაკება. ხო, აი მაგალითად ეს არის საინტერესო ნიმუში, ვთქვათ, ეს არის ჯავახიშვილის მიმდებარე ტერიტორია. ეს ილუსტრაცია კიდევ ერთხელ წარმოაჩენს ამას და რატომღაც საგანმანათლებლო დაწესებულების მთავარი ფასადის გვერდით იდგა სპორტული თემატიკის ქანდაკება, რომელიც არაერთი ასლით საქართველოსა და მის პარკის გარეთ საზღვარგარეთ რესპუბლიკებში აწყობილ. დავტოვებ ამ ილუსტრაციას მაშინ.
ქანდაკებებს ყოველთვის მოშიშვლებული სხეულები ჰქონდათ და კუნთოვანი პლასტიკის წარმოსაჩინებლად მოშიშვლებული სხეულები ჰქონდათ, მაგრამ არასდროს ყოფილან სრულიად გაშიშვლებული. გამოხატდა ძლიერად დანამდვილი მამაკაცის სხეულების ფონზე ქალთა ქანდაკება მასიური, ერთდროულად შევსებული და ამავე დროს კუნთებით განხილული ფორმებით ძალღუნით ასე იყო. სპორტსმენების შემთხვევაში მათ გამოყვანილი სხეული მოძრაობაში მოყვანილი პლასტიკის რიტმიკაზე იყო აგებული. ეს გამოიხატებოდა ფიგურათა დენად სილუეტებში, გამოყვანილ კიდურებში, მათ სახსრების მასში. ეს მრუდხაზოვანი კუნთოვან მოცულობათა სილუეტების პლასტიკა განვითარებული სხეულის ნაწილებით ჯანმრთელ და ჯანსაღ ადამიანების განასახიერებდა. სპორტსმენთა გარდა მსხვილ ჯგუფს შეადგენდა ნოჩი პიონერები. ხალხურჯანის გამოსახულებას დავტოვებ. შესაბამის უნიფორმაში, სასწავლებლების, კლუბების, ბანაკების, ძირითადად საბავშვო სივრცეებში მოხსეული, სალონის მიცემისას, პათეტიკური რეკლამირებისას, სხვადასხვა სასიგნალო ინსტრუმენტებით ხელში, საფლერი, ფლეიტა. როგორც წესი დიდ პარკებში, როგორც ეს ორჯონიკიძის სახელობის კულტურისა და დასვენების პარკში ნახეთ, საბჭოთა მოქალაქეთა ქანდაკებებს 1930-30-იან წლებში იდეოლოგიურად აგვირგვინებდა ბელაძდა და სხვა კომუნისტთა ფიგურები. თაცმინდაზე და სანაპიროზე სტალინი, ვერის პარკში კიროვი, კომუნარების ბაღში ბორის ნელაძე და სხვა. საბარგო ქანდაკებათა მხატვრული ერი სავსებით ეწერებოდა სოციალისტური რეალიზმის განსაზღვრებაში, რეალისტური ფორმით შესაბამისი შინაარსით. პათეტიკურ ამაღლებული განწყობებით, რომელიც არსებულ სინამდვილეს ხოთბას ასწავდა. ყველა ეს ქანდაკება რამდენადაც გამართულად და ზუსტად გადმოსცემდა ადამიანის სხეულებრივ ანატომიურ თავისებურებებს, იმდენად მოკლებული იყო ინდივიდუალურ საავტორო ხელწერას. ინდივიდუალურს არა როგორც თვითმიზნურს, არამედ როგორც კერძოობით ადამიანური ხელწერის და დაკვირვების განმეორებლობას. ადამიანთა ქანდაკებები მოქალაქე და კრებითი სახეები იყო, გამოსული პიროვნულისგან. ისინი საბჭოთა ადამიანთა შორის საერთოზე ახლდნენ ყურადღების გადატანას, რითაც ადამიანისგან ტოვებდნენ გარემოს და სოციალურს, პიროვნულების საპირისპიროდ, კუნთებს და უნიფორმას, ძალას, რომელთაც ადამიანის საბჭოთა კავშირის თავდაცვასა და მშენებლობაში ერთებოდა და უნიფორმას, რითაც მისი იდეოლოგიური ნაწილი ხდებოდა. ამგვარი ქანდაკებები საბარგო ბუნების ნეიტრალურ სივრცეებს წვითავდა ახალი შინაარსით, რომელიც უპირველესად ახალი წყობილების, საბჭოთა ხელისუფლების მმართველის კანდიდატებას ახდენდა. საბჭოთა კავშირის მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფის იდეალიზებული ფიგურები ამაღლებული განწყობის შექმნისთვის, საზოგადოებისთვის მოქალაქეობრივი იდეალის მაგალითის შესაქმნელად იდგნენ. ისინი ამცნობდნენ მოქალაქეებს ბედნიერების დადგომას. ათყო დროში გაყიდული ოდნავ შემაღლებაზე შემდგარი, ზემოდან დამყარე მოქალაქეების ქანდაკებები არსებულ დროს თან ადიდებდნენ და თან გარკვეულწილად ქმნიდნენ კიდეც მას. შექმნაში გულისხმობ იმას, რომ რიგ შემთხვევაში ის სოციალური ეკონომიკური ფონი, რომელიც ქანდაკებების შექმნის დროს არსებობდა, სხვაობს მისგან, რასაც ვთქვათ, ესენი ადიდებენ, უბრალოდ ამ შემთხვევაში სპეკულაციის საგანვარდო მოხდარიყო, შეიძლება არ გადავდივარ იმ ურთიერთმემართებაზე, რა იყო რეალობა, იმიტომ რომ ეს სახელმწიფო დაკვირვებას ცდება და დიდ რესურსით ხავს ამისთვის, რომ ვთქვათ, ესეთი შედარებაც მოხდეს, ვთქვათ, რამდენად ეს ემთხვეოდა ეს ბედნიერება, რაც ქანდაკებაში არის სახული იმ რეალობას, რომელიც დროის ერთგვარად ფიქსაციას დაჭერას ახდენდნენ, როგორც განმეორების იდეალურის იმდენად, რომ ის უნდა გაყინულიყო, გაქვაბულიყო, რათა სულ ყოფილიყო. იმის შიშით, რომ არ დაკარგულიყო. ესეც გაყინულობის და გაქვაბულების თემა, ჩემი აზრით, ახლა ტექსტი არ მაქვს, თქვენთან გავედავით, რომ არის რაღაცნაირად მიბმული ანტიქრისტიანულ განწყობებს, რომლებიც რაღაცნაირად შეიცვალა მარადიულობის გმობა, შეიცვალა რაღაცა სხვა მიდრეკილებით იმ ადამიანებში, რომელსაც ათეისტური გზა ერჩიეს და ეს მარადიულობა ჩანაცვლა უკდავების სურვილით და ეს უკდავების მოთხოვნილება ეს თემა ძალიან კარგად ჩანს იმაში, რომ საბჭოთა კავშირი ვერ შეეგუა თუნდაც ლენინის გარდაცვალებას და ვერ დაუშვეს საკუთარ თავში, რომ ლენინის არ ყოფნა შეიძლება გამხდარიყო არ იყო ეს პრობლემა და შეიძლება გაგრძელებულიყო სისტემა. ეს არ დამარხეს და დატოვეს დაუმარხავი. გონიერება ეს გაყიდულობა დროის ხო და უძრაობა
საერთოდ დაუკვირველი სურვილი რომ ეს წამიერი ყოფა უსასრულოდ შეინახო. უკდავ ყოლა. საბაგო ქანდაკებათა მასობრივობა ხალხთა დიდ მასებზე ცხოვრის უნარიანობა და არ დაგავწყვეს რომ რა ქვია ერთ-ერთი სტატისტიკით 1958 წლის მონაცემებით საბაგო პარკში საერთოდ მოქალაქეებიდან 100 მილიონი ადამიანი გადადიოდა ყოველწლიურად რაც შეადგენდა საბჭოთა კავშირის მოსახლეობის ნახევარს. მას არის იაფე და რეპროდუცირებადობა პარკების დაფარვის იდეოლოგიის გავრცელებისთვის კარგ საშუალებას იძლეოდა. იმის მიუხედავად რომ საბაგო ქანდაკებას განსაკუთრებით რუსეთში ბევრი ცნობილ და სახელოვან მოქანდაკის შემოქმედებაში ნაწილებით ამ ჯგუფის ქანდაკებათა ავტორებზე დღემდე თითქმის არაფერი ვიცით. განადგურებული ქანდაკების და მათზე თითქმის არარსებული ცნობების გარდა ამ ტიპის ქანდაკებათა ავტორების ვინაობის ამოცნობას და დადგენას ათულებს რეალისტური ენით გამოწერილი საავტორო ხელწერის ინდივიდუალური ნიშნების დადგენის სირთულეც. ჩვენთვის ცნობილია საქართველოს ტერიტორიაზე დადგმული საბაგო ქანდაკებათა რამდენიმე ავტორის ვინაობა. სულ 6 ავტორი მოიწია ჯერჯერობით, რაც აი ამ აურაცნობობა ქანდაკების რაღაც ჯგუფში და ლაპარაკია მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე იყო. ეს ძალიან რთული სხვათა შორის, იმიტომ რომ გამოჩნდება რა თქმა უნდა. ჩვენთვის ცნობილია ესე იგი ერთ დროს თბილისში და აფხაზეთში დღემდე დგომი საცურაო კოსტუმში საბანაოდ გამოწყობილი ქალისა და ბავშვის ფიგურა. სახელწოდებით დედაშვილთან ერთად ავტორი უკრაინული წარმოშობის რუსი მოქანდაკე კრანცი. ესე იგი ეს ქანდაკება იდგა ბალნეოლოგიური კურორტი იყო თბილისში ტერიტორიაზე, მიმდებარე ტერიტორიაზე. დგას დღემდე დგას აფხაზეთში. რუსეთში მოღვაწე მოქანდაკე ლოტკო. ხო, ეს არის მისი ერთ-ერთი ქანდაკება. მოძრავე ქალი ანასტაძე 1930 წელიდან გოგონა ნიჩვით. აი, ლაპარაკია. ეს არის ბათუმი, კაფასნობები. რუსეთის მუზეუმიდან ფოტო და ლოტკოს ქანდაკებას ხედავს და ლოტკოს მეორე ქანდაკება, რომელიც არაუკეთეს 1937 წლის წელს შესრულებული გოგონა ნიჩვით. რომელიც აღმოსასწრების ტერიტორიაზე იდგა. რომელიც აღნიშნული ქანდაკების სხვადასხვა რესპუბლიკებში ასევე საქართველოს გარდა კიდევ სხვადასხვა რესპუბლიკებში იდგა. სტეპანიასის ქანდაკება გოგონა მურთით. რომელიც 1936 წელი არაუბიანეს, რომელიც ასევე რამოდენიმე საბჭოთა რესპუბლიკის გარდა საქართველოში კამერას სანაპიროზე და კურორტ ბენჩში იდგა. ხო, ეს არის საგაზეთო ამნარიდი და მეგონი ისიც ქანდაკება. ხო. ოდესელი მოქანდაკეების ციმერმანის და პეტროსიანის საფიზკულტურე მომენტი ფიზკულტურელები იგივე ფეხბურთი, რომელიც ოდესის გარდა იდგა საქართველოს აფხაზეთსა და ხაშურში. საინტერესო შემთხვევას წარმოადგენს აი ეს აღნიშნული ქანდაკება. უკრაინელი მოქანდაკე ტატიანა სტასკილაროვის ქანდაკება ფრინავი ქალი შვილთან ერთად 1938 წელი. საუბრობთ მისი ქანდაკება დღემდე დგას ბათუმში. თუმცა ბათუმელი მას სუსტ მნიშვნელობით იცნობენ. ის 1940 წელს ტრაგიკულად დაღუპული ქართველი ფრინავი ქალის პარტიო უბიდძის სახელს დაუკავშირდა და მისი მემორიალადაა ქცეული. საბჭოთა ფრინავი ქალის კრემიტის სახის მატარებელი ტიპური ქანდაკება, რომელიც ქართველი ფრინავის გარდაცვალებამდე შეიქმნა და სხვა სახელწოდებით კიდევ სულ ცოტა ორ საბჭოთა ქალაქში და საზოგადოების პანსულობს ოფიციოზის სუცნობია რა მიზეზებით მოხდა ეს. ორივე მხრიდან კონკრეტულ პიროვნებასთან მიდმით ერთგვარი სოციალური დატვირთვა შეიძინა. ის საბაგოდან მემორიალურ ქანდაკებად იქცა და შესაძლოა აღნიშნულმა იქცა კიდეც ის განადგურებისგან. ხო, აი, შეგახედეთ უბრალოდ ხო, აი, ეს რამდენიმე ლოკაცია, სადაც ეს ქანდაკება იქნა. მეგონი ერთადერთი რომელიც გადაშა ქანდაკებებთან და დღემდე დღეს ეს არის ბათუმის ტერიტორია.
ხო, საქართველოში მდგომი ამ ტიპის ქანდაკებათა გამომდინარე ავტორთა მინერალობა მათ ნამუშევრათა სახის ნამთებ და რეალისტური პლასტიკის მიმართ ერთგულება გვაქვს, რომ ისინი შესაძლოა ქვეყნის გარედან, რუსეთიდან, უკრაინიდან შემოტანილი და რუს ავტორების ან რუსული სკოლის მიმდევართა მიერაა გაკეთებული. მსგავს ისიც ვადებს, რომ აღნიშნული ტიპის იდეოლოგიურ ქანდაკებებს რუსეთის სხვადასხვა ნაწილებში უხვად ვაწყდებით, განსაკუთრებით ბევრია პარალელები აფხაზეთის ტერიტორიიდან და არა მარტო. რაც ამავო პრივაციების ავტორების არის საქართველოს ფარგლებს გარეთ გადატანას გულისხმობს. ამაზე მათგან ამ ნამუშევრათა ავტორების საქართველოს ტერიტორიაზე მე ვერ ვიპოვე ავტორები ვიპოვე რუსულ პრესაში, რუსულ მასალებში მარტივად ვთქვათ. აღნიშნული წინ წარმოწევს კიდევ ერთ საკითხს. ანტიკური სხეულის მქონე ფიგურების სახეები არც თუ იშვიათად სლავური ვიერისა. შესაძლოა მათი ავტორები ყოველთვის რუსები არ იყვნენ, თუმცა მათ მხატვრული ენის სტილისტიკის რუსულთან კუთვნილებან საბჭოთა კავშირში რუსეთის როგორც მისი შემოქმედისა და მესაჯის სულ ცოტა პოლიტიკური დომინაცია და საქართველოს შემთხვევაში რუსეთის როგორც დამპყრობლის როლი ამ ქანდაკებებს ნებს თუნდებიათ დამატებით პოლიტიკური დატვირთვას სცემა. რუსეთიდან შემოტანილი ან რუსეთის მოსვლით შემოსული ქანდაკებები შემაღლებულ პიედესტალებიდან ძლიერ ჯანსაღი სხეულის სლავური ერის ფიგურები ნიშნავდნენ ძლიერ სრულყოფილ სამაგალითო და იდეოლოგიებს, რაც რუსოფილურ და რასისტულ ნიშნებს ატარებდა. ამ ზრობას ადგენდა ისიც, რომ აღნიშნული ტიპის პარკები და ქანდაკებები ინტერვენციით კულტურის ექსპანსიის გზით შემოვიდა საქართველოს დაპყრობის მერე. ხო, ეს ჩემი დაკვირვებით ასე გამოდის, ეს უბრალოდ ნიმუშებაში ზადდება აკეთებულია გერმანელი, იტალიელი, ქართველი და რუსი ავტორები და თქვენ თავად შეიძლიათ თავად ამოსვათ, რომელიც შეიძლება იყოს ამათგან რუსი. ხო, ეს პარალელები ვთქვათ რუსულსა და ვთქვათ იტალიურ ხელოვნებას შორის ამ პერიოდის შორის. ხო, ეს ალბათ არსად ასე ნათლად ასე კაფედ არ ჩანს თავსებები მსოფლიო ომებს შორის მოქცეული საბჭოთა კავშირსა და ფაშისტურ სისტემებს ქანდაკებებს შორის, ისე როგორც ეს საბჭოთა კავშირის შემთხვევაში საბარგო ქანდაკებებში დამშრალდა. ანტიკური ფორმულების დასაწყებით ადამიანის ფიზიკური სიძლიერის მოქმედებით სიშიშვის ელემენტით, სპორტული და ჯანსაღი სხეულის კულტით და სხვა. ეს ყველაზე კაფედ გამოყოფს იმ ნიშნებს, რომელთაც ახლავს საბჭოთა კავშირის ფაშისტურ სისტემასთან, როგორც იყო იმ სისტემასთან, როგორც იყო გერმანია და იტალია. თუმცა ეს სამმაუგლების საგანი უნდა იყოს. ამის კრიტიკება საინტერესო ტენდენცია, როდესაც საავტორო შემოქმედებაში გაჩნდა მსგავსი ტიპის ქანდაკებები. საბაკო სივრცეებში მდგომი ქანდაკების ქართველ ავტორთა შესახებ მწირია ცნობები. ამ წლების სამხატვრო აკადემიის ქანდაკების კურსის 1980 წლის სტუდენტთა ნამუშევრებს თუ თვალს გადავლებთ, იკვეთება საბაკო ქანდაკებასთან ფორმალური და შინაარსობრივი მსგავსებები, რაც სულ ცოტა მიანიშნებს, რომ ორივე საქანდაკო ხელოვნების წამყვანი საავტორო შემოქმედება და გვერდითი გაფორმებითი მიმართულება საბაკო ქანდაკების სახით ხელოვნების ერთიან პროცესში თანაბრად იყვნენ ჩართულები. ცნობილია ლანჩხუთის კულტურისა და დასვენების პარკში 1950 წელს კაკაბაძის ჩაის შემგროვების ქანდაკების დადგმის შესახებ. წარმატებულ ნიმუშს წარმოადგენს პარალელის ანიმაციური ნამუშევრები ზოოპარკსა და ბაკის პარკის საპარკო შესასვლელთან, მაგრამ მოხდა პირით ზემოხსენებულ საპარკო ქანდაკებათა ნიშნები გადავიდა საავტორო შემოქმედებაში. ამ ტიპის ქანდაკებათა კვინტესენციურ საავტორო ვერსიას წარმოადგენს კინოთეატრ რუსთაველის საფასადო ქანდაკებები, ავტორები ვალტერ ტოფოლიძე, შოთა მიქადაძე, რომლებიც ყველა იმ ძირითად სტილურ ნიშნებს თუ თემას იღებენ, რაც საბჭოთა საბაკო ქანდაკებაში იყო დამკვიდრებული. საბაკო ქანდაკების მსგავსად აღნიშნული ქანდაკებების არაერთი ასლი შემდგომ საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე ფასადების დეკორად იქნა გამოყენებული. ლაპარაკი მაქვს გოგის თეატრზე 15 წელი და ჭიათურაზე, სადაც ერთადერთი ქანდაკება არქიტექტურის საკითხი ჩადგეს ნიშაში. მოკლედ შეჯამების არის შეგვიძლია ვთქვათ, რომ ქანდაკებები რეალისტური ერთწუთი
შეიძლება ვთქვათ, რომ საბჭოთა პარკი და საბჭოთა ქანდაკება საქართველოში ბოლშევიკური რუსეთის ინტერვენციის გაგრძელება იყო კულტურაში ექსპანსიის სახით. ქანდაკებათა უმრავლესობა არაქართულად რუს ან უკრაინულ ავტორების მიერ იყო შექმნილი. ქანდაკებათა სლავიანური, პასიური რუსოფილიის და პოტენციური შოვინიზმის ნიშნებს ატარებდა. საბჭოთა საპარკო ქანდაკებაში ნათლად ჩანს მსგავსებები ამ წლების ფაშისტურ სისტემების ხელოვნებასთან. საპარკო ქანდაკებათა სტილისტიკა გაზიარდა ოფიციალურ საავტორო შემოქმედებაში, რაც მეტყველებს ბოლშევიკთა ერთიან პოლიტიკას ხელოვნების ყველა სფეროში და ყველა საფეხურზე. რამაც საავტორო შემოქმედების ხარისხის კრება შეუწყო ხელს, მაგრამ ბოლომდე მაინც ვერ ვასაბუთებ ამას სამომავლობის საგანია. ჯერჯერობით წინსწრება ჩეხასების სახით დავიტოვებ ამას. ხოლო საპარკო ქანდაკების შემთხვევაში ის გამოიყენება ხელოვნების გარდაქმნის ტონის მიცემ ადგილის მინიჭებას ამ ხელოვნების საბჭოთა ქანდაკებაში. ამაზე ვიტყოდებს. მადლობა.